კარგით, მოდი გითხარით კრივთან დაკავშირებით. მოკრივე ბრძანდებით, ხო? დიახ, მე ვარ პროფესიონალი მოკრივე, ჯერ კიდევ საქართველოში ახლიდან ყალიბდებოდა კრივი, ეს იყო 2004-5 წელი, როდესაც საფუძველი იყრებოდა ამ ყველაფერს და მაგ პერიოდში დავიწყე არჯიში, თუმცა შეჯიბრები არ ტარდებოდა ხოლმე და აი ესე ჩემთვის მოვიდოდი, აი ეს დავდიოდი რა, რასაც ქვია. რაც შეეხება მიღწევებს, მაქვს სარეიტინგოები მოგებული და მსოფლიოც მაქვს მოგებული, მაგრამ უკამრო ჩემპიონი ვარ. ანუ ესეთი რაღაც მოხდა, ბრძოლა ჩატარდა ფინეთში და ზოგადად, როდესაც სხვა ქვეყანაში მივდივართ ხოლმე, თუ ძალიან კარგი შედეგი არ ვაჩვენეთ, ანუ ნოკაუტი. თუ ნოკაუტით არ გავაგორეთ, რასაც ქვია და არ დავეცით ძირს, მაინც ხელს არ აგაწევინებენ და ქულებით მოგებული იყო, იქ რაღაც გარემო პირობები იყო, გზავრობა დიდი ხანი, რაღაც ცუდი დაღლილობა ისის და აღდგენაც ვერ მოვასწარე და მოკლედ ქულებით მოგებულზე არავინ არ ამაწევინა ხელი და ის ხამარი დარჩა იქ, ნუ არა უშავს. რაც არის, ხა 1-2 წელი დამრჩა ხა და ვცდილობ რომ სანამ ხო. ანუ აქტიურ სპორტში. კი, ეხაც რევანში მექნება მაისში, დუბაიში ვიჩხუბე, ესეც ჩემი ბრძოლა იყო, აქაც ფრე გააკეთეს და ეხლა მაგრად უნდა ვცემო რა, რომ ეხლა მაინც წამოვიღო და ავწიო ხელები რა და იცი რა მაინტერესებს, ეს როგორც ეხლა მსმენია, მე დილეტანტი ვარ ესე ძირეულად არ ვიცი, მაგრამ გარდა პროფესიონალური კრივისა კიდე არსებობს რაღაც ისეთი, აი თანხაზე რო ჩხუბობენ. თუ გიცდიათ მაგალითად, ძალიან საკმაოდ ისეთი პოპულარული. ჩვენთან არის ორგანიზაცია, გამაზე საუბრობთ ალბათ კი ჩვენთან არის. კი, მაგრამ უბრალოდ ხა მე წონაში დიდი ვარ, 75-16 კილოგრამში ვჩხუბობ და ჩემ წონაში არ არიან და 2-1-ზე? კაცს თუ გამომიყვანი, მაგრამ ხა კაცი და ქალი რა თქმა უნდა რინგზე არ დადგება. ისე თუ გიცემია კაცი. აი, აბა, გაიდრო გაატარეთ ეხლა. არა, ტრისას ეხლა თქვენი გაბრაზება, თქვენ ჩემო ნაზვარცება.